გამარჯობა მეგობრებო. ვინც არიცით? მე YouTube-ის გარდა და ვიდეოების კეთების გარდა კიდე რამდენიმე საქმით ვარ დაკავებული და ერთ-ერთი მათგანი არის ორბორბლიანი ტრანსპორტის და მცირე ტვირთების გადაზიდვის სერვისი მაქვს რა. შეგიძლიათ გვერდიც ნახოთ moto evacuatori 31. Facebook, Instagram, TikTok რა ყველა პლატფორმაზე ვარ. ხო და დღეს შევეცდები განახოთ ის სირთულეები და მუღამები, რაც ყოველდღიურად გვიწევს moto evacuatorების მძღოლებს. ხო და დავიწყოთ მოდი. ეხლა დამირეკეს. გადასაყვანი არის enduro სტილის მოტოციკლეტი ორთაჭალიდან Husky მოტოპარკში. დავიძრათ და დანარჩენს გაჩვენებთ რა. მოდი დავიწყოთ ამ საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსიდან. ეს არის საცობში დგომით გამოწვეული დროის ხარჯვა. რაც ძალიან არ მსიამოვნებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ღირებული რესურსი თან ამოწურვადი, რომელიც აღარ აღდგება, არის დრო. აქედან გამომდინარე, ჩვენი გიჟი ქალაქის საცობებში დგომა ძალიან სტრესულია რეალურად ჩემთვის რა. აღარ ვაქცევ ყურადღებას, რა თქმა უნდა, შევეჩვიე უკვე და მარტივად გადამაქვს ეგ სტრესი, მაგრამ რაც უფრო მეც ვფიქრობ, მით უფრო მეშლება მაგაზე ნერვები, რომ აი ესე ძალით შექმნილი საცობების გამო ამდენი დრო გეხარჯება ადამიანს და აქედან გამომდინარე მომხმარებელსაც რომ ვალოდინებ, რა თქმა უნდა, ეგეც ძალიან არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ როგორც მე ვუყურებ ცხოვრებას, ესე მგონია რომ სხვაც უყურებს, ლოგიკურია, ხო, ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ეგრე. და ალბათ მე უფრო იმიტომ მიჭირს მაგ ყველაფერს შეხვება, რომ უკვე 9 წელია ბაიკზე ვზივარ და ბაიკით გადავადგინები ამ ქალაქში და მოგეხსენებათ, რომ ბაიკით მოძრაობა ბევრად გამარტივებულია, მაგ მხრივ საცობში დგომა არ გიწევს რა. თათმანავით მუშაობა სანამ მივეჩვიეს უმაზუთიანი დავდიო. ბევრად მარტივადაც შეიძლებოდა რომ ამეგორებინა, მაგრამ წერად მიყენია რა. მოკლედ, რა მთავარი სირთულე ეგ არის აგორების მხრივ. ეხლა ეს კიდე მსუბუქია და მარტივად ასაგორებელია. აი კრუიზერები, ძიმე ჰარლები, ზოგადად ძიმე ბაიკის აგორება ძალიან რთულია. ერთი კაცი ვერ აგორებს, ორი კაცი უნდა აუცილებლად. რაც შეეხება გასათვალისწინებელი კიდე რა არის? ეს ისე წერად უნდა დადგეს. ბაიკი უნდა დადგეს წერად. მერე უნდა დაებას თოკებით. ყველაზე მნიშვნელოვანი დაბმა არის წინ, რომ დაფიქსირდეს წინაბურბალი. ეს იჭიმება, რომ ეგრეთ წოდებული ჩანგლები დაფიქსირდეს კარგად.
მე ერთი საჭიმი აქეთან მხრიდან უნდა ესე მეორე აქედან აქეთ დავაბავ და გაჩვენებთ რა იდეაში ახლა ეს დაბა უკვე საკმარისია ორი თოკით ერთი იქიდან იჭერს ერთი აქედან მაგრამ მესამე დაზღვევა მაინც იქიდან გამომდინარე რომ ჩემი მომსახურება ყველაზე სანდო უსაფრთხო და ხარისხიანია აქედან გამომდინარე მესამე თოკითაც დავაზღვიოთ რა დასკვნები უკვე თქვენთვის მომინდია. ესეთი ამბავი გამოდის რა. ახლა აქედან მივდივართ ეგრევე სხვა შეკვეთაზე. იქ უკვე ხარლია გადასაყვანი. და აი განახეთ, რასაც გულისხმობდი, რომ ძიმე ბაიკების აგორება ბევრად რთულია ვიდრე ესეთი მსუბუქების რა. ეს კიდე იმ სიმძიმე ჰარლი არ არის, ეს სპორტსტერია და ესეც ბევრად მარტივია ასაგორებლად, მაგრამ აი road king-ი, road glide, street glide ეგეთი ბაიკები მაგარი საჩალიჩო. მაგარი რა. ბენზინს ვასხავთ სად? რა თქმა უნდა გავში. თან QR კოდით
აი ფასდაკლებებია. აი აქციებია. რა თქმა უნდა, მეგობრებო, სწორად მიხდით. მე გავფი არ მასპონსორებს. უბრალოდ წლებია უკვე აქ ვასხავ და მაგარი კმაყოფილი ვარ. სამომავლოდ კიდე რა იცი რა ხდება. ასე რომ ჩემს 4-ვე ტრანსპორტში ვასხავ გავს და მე კმაყოფილი ვარ. და არა, ეს რეკლამა არ არის. ჯერ ეს არის ჩვენი მილკა. მაგალი გოგო. ლაუ რომელსაც უყვარს მუცერზე მოფხანვა გიყვარს, ხო? დაწექი. დაწექი. ესე მელოდება ყოველ მისვლაზე. ერთგულების ფასად მარტო ამას ითხოვს. საჭმელსაც კი არ ითხოვს. საყვარლესი ვიღაც. აი გეყოს ახლა. ესე რა. დღევანდელი დღე ამით დავამთავროთ. ხარლის ჩამოღება რო გადამეღო დამავიწყდა. ხო და შემდეგი ვიდეო ტრადიციულად ორშაბათს დაიდება 8 საათზე. მორიგი ულამაზესი ადგილიდან. დავიმედოვნებ, რომ უფრო მეტი ბაიკით. აბა შემდეგ ვიდეომდე ხალხო.